4 გადამდგარი რექტორი რევოლუციის შემდეგ ყველა არჩევნებს სახელმწიფო უნივერსიტეტში ხმაური ახლავს. აქციები კახალომაიას გადადგომის მოთხოვნით სააქტო დარბაზში ჩაკეტილი პროფესორების, სტუდენტების და ლაბორატორია 1918-ის პროტესტი. როინ მეტრეველი, რუსუდან ლორდ-კიფანიძე, გია ხუბოა და ბოლოს ალექსანდრე კვიდაშვილი. რითი იყო დასამახსოვრებელი მათი საქმიანობა არქივს თამარ ჩიხლაძემ გადახედა. 2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ რევოლუცია უნივერსიტეტშიც დაიწყო. ჯერჯერობით ყველა ბრძოლ ჩემს ადგილზე ვარ და თავის ადგილზე ვარ. კანცელარიაში კონსულტაციაზე მისულმა როინ მეტრეველმა არ იცოდა, რომ იმავე დღეს რომიდან საგანგებო რეისით იტალიაში ელჩი და მისი შემცვლელი პირველი ქალი რექტორი რუსუდან ლორდ-კიფანიძე ჩამოვიდა. შემოგთავაზეს თუ არა თქვენ? აი ხა დავიწყებ დღეიდან ხვალიდან მუშაობას. ახალ კანდიდატურას და ახალ რეფორმას კრიტიკა მოჰყვა, თუმცა პირველივე პროტესტს წერტილი ქვეყნის პირველმა პირმა დაუსვა. მარქსიზმ-ლენინიზმის პროფესორებს წერეთლების შთამომავლებზე მეტად შეტკივათ გული საქართველოს ეროვნულობაზე? მარქსიზმ-ლენინიზმის პროფესორების მიერ გამოთქმული საქართველო მე არ მჭირდება. მე-21 საუკუნის რექტორი და ადამიანი, რომლის ბიოგრაფიასაც არაფერი ჰქონდა საერთო პრეზიდენტის სიტყვებთან. ენათმეცნიერმა მიხეილ ქურდიანმა არჩევნებში სტუდენტთა მხარდაჭერა და ლორდ-კიფანიძის ყველაზე სერიოზული კონკურენტის სტატუსი იოლად მოიპოვა. სწორედ მაშინ დაიწყო უნივერსიტეტში ავტონომიურობის პრობლემაზე საუბარი. თუ ჩვენ ასე ერთად ვიბრძოლებთ უნივერსიტეტის ავტონომიის, რეალური ავტონომიის შენარჩუნებისათვის, თუ ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ არანაირი მანკიერი კანონი არ დაემუქროს განათლების საქმე საქართველოში, მე მაშინ თქვენი ერთგული თანამებრძოლი ვიქნები ყოველთვის. ალე საქმეა. წინასაარჩევნო პროცესთან კახალომაიას გადადგომის მოთხოვნაც ახლდა. გადაყვანილ იქნა სანტექნიკოსის პოზიციაზე. ასეთი განაჩენი გამოუტანეს მინისტრს თეატრალიზებულ სასამართლო პროცესზე სტუდენტებმა. თუმცა პროტესტმა არაფერი შეცვალა. რექტორის პოსტი და პრეზიდენტის მილოცვა წილად რუსუდან ლორდ-კიფანიძეს ხვდა. ვილაპარაკეთ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. კი, მომილოცეს და ძალიან მადლობელი ვარ. ესეთი მხარდაჭერა ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესეთი ცვლილებების გარეშე არ გამოდის. სახელისუფლო მხარდაჭერა არც შემდეგ რექტორს გია ხუბოას აკლდა. მისი 4 წლიანი საქმიანობა ყველაზე ხმაურიანი იყო. უკაცრავ, რატოდ გეხარ? ზაგაცვიდო. უნივერსიტეტის ხელმძღვანელთან ერთად პირველად უმაღლესი სასწავლებლის ეზოში პატრულის გაძლიერებული შემადგენლობა გამოჩნდა. მორიგი პროტესტის მიზეზი კვლავ ავტონომიურობის მოთხოვნა და კონკურსი გახდა, რომლითაც ახალი აკადემიური თანამდებობები უნდა გადანაწილებულიყო. მეცნიერთა ერთმა ნაწილმა საკუთარი ხელმძღვანელი დამოუკიდებლად აირჩია. უნივერსიტეტში 2 რექტორიანობა დამყარდა. უნივერსიტეტში იყო არსებითად უმართავი სიტუაცია. ჯერ ერთი თვითონ სხდომათა დარბაზი თანამშრომელთა ნაწილმა შეამტვრია ფიზიკური ძალის გამოყენებით. გატეხვა ნიშნავს იმას, ნებართვის გარეშე მოხდა ამ დარბაზის დაკავება. მაგას არ ქვია გადახვა, მე ქართული სპეციალისტი ვარ, მომასწავლე გადახვა სიტყვით ნებართვა. თქვენ სხვა ლექსიკონი დობის ენაზე შედგა. პატრულმა სააქტო დარბაზში შეკრებილი მეცნიერები ჩაკეტა და წყლის გარეშე დატოვა. არი გაღი ჰარი შემოვიდეს, ნუ რას კეთავ აი. არ გამოდივართ, მაგრამ გაღი ჰარი შემოვიშვიდო. რასი სულელე საკეთა. შუშა ფილატა. ვისაც რაღაც აკადემიური ხარისხები აქვთ, იქცევიან როგორც ელემენტარული ხულიგნი. თუ ხალხმა ერთად სუთქვა დაიწყო, ქარიშხალი ამოვარდებაო. ეშინოდეთ ამ ქარიშხალს. ქარიშხალმა გია ხუბოას კამი ვერ შეარყია. მისი თანამდებობა მოგვიანებით ბიბლიოთეკაში წიგნების ქურდობის საქმემ შეიწირა. ხულიგნებად წოდებულ მეცნიერთა დიდ ნაწილს კი უნივერსიტეტიდან თავად მოუხდა წასვლა. 2012 წელი შეძახილები რიგით 26 რექტორის კაბინეტთან ისევ გაისმა. პროტესტი ამჯერად სტუდენტებმა დაიწყეს. ისინი პოლიტიკური ნიშნით პროფესორების დათხოვნას, ავტოკრატიას, სწავლების მაღალ ფასსა და დაბალ ხარისხს აპროტესტებდნენ.
კვიტაშვილს არ შეეშინდა. მან თანამდებობა სხვა დროს და სხვა მიზეზით დატოვა. კანონზომიერება არც ამჯერად დარღვეულა. 27 რექტორის არჩევნების წინ უნივერსიტეტში კვლავ ავტონომიურობას ითხოვენ და ახალი პროტესტისთვის ემზადებიან.